EUTS მოსკოვის მექანიზმის მოთხოვნებს და წევრი 24 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან მართვა გუნდში. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ანგარიშში სერიოზული ფაქტობრივი უზუსტობები და შერჩევითი ინტერპრეტაციებია. ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ, რადგან ის შეიცავს პოლიტიკურ შეფასებებს. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის, პირადად ჩემთვის არის რაღაცა გარკვეული საკითხები, რომელიც შეიძლება იყოს საკამათო, მაგრამ ჯამში ჩვენ არა მხოლოდ ვეთანხმებით ამ დასკვნას, არამედ მხარს უჭერთ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც პასუხისგებლობას აკისრებს ქართულ ოცნებას. და ამ პასუხისგებლობას ისე ვერ გაიქცევა. კი, საერთაშორისო გამოძიება მათ თავს არის დაკიდებული, როგორც დამოკლეს მახვილი და აუცილებლად გასრეს რეჟიმს თუ ის რეკომენდაციების შესრულებას არ დაიწყოს. ეს იმდენად მძიმეა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო ინტერესებისთვის, რომ არც ერთ მხარეს ნამდვილად არ აქვს სასიხარულოდ და საჟრიამულოდ ამ შესაძლებლობა. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის, ის შეფასებები, ის გარემოებები, რაზეც საუბარია ამ კონკრეტულ დასკვნაში. ახლა რაც არ უნდა ეცადოს ოცნება ამ კონკრეტული დასკვნის გაუფასურებას, რაც არ უნდა ეცადოს იმას, რომ ეს დაიყვანოს კონკრეტულ ინდივიდების დონეზე, ეს ნამდვილად ასე არ არის. ჩვენ, როდესაც ვართ მართლები ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ სიმართლეს რა თქმა უნდა ვამტკიცებთ წარსულში და მომავალშიც აუცილებლად დავამტკიცებთ. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ანგარიშს, რომელიც მთლიანად დაუსაბუთებელია, მთლიანად პოლიტიზირებულია და ფიზიკურადაც კი შეუძლებელია, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულად პოლონეთის მოქმედ ხელისუფლებასთან და პოლონეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ვიცით როგორიც არის, მათი ოფიციალური პირების განცხადებებიც გვახსოვს და ასეთ ანგარიშს რომ ადამიანი ხელს მოაწერს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის ერთი მხრივ გადაფარვა იმ განცხადებებისა, რომელიც კეთდებოდა და გაკეთდა, რომ აუცილებელი არის დიალოგი ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ არ შეიძლება რომ თავს დაესხა კონსტიტუციურ ორგანოებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, მიმართულია ისევ და ისევ ჩვენი გაშავებისთვის. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც აქ ორი დღე იყო ჩამოსული, არანაირი შეხება საქართველოსთან, ესე ვთქვათ, პროფესიული სახით არ ქონია, რომ ცოდნა ქონდა საქართველოზე, ორი დღე იყო აქ. და შემდეგ ორ დღეში 100 გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. შემდეგ ეს მოგვაწოდეს პროექტი, რასაც რის საპასუხოდათ 100 გვერდიანი პასუხი გაეცა ამ პროექტს და შენიშვნები და კომენტარები წინა სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი. მას წაკითხულიც კი არ ქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით, ხომ? ეს აჩვენებს ერთის მხრივ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილებისა, რომელიც და იმ განზრახვებისა, რომელიც აი იმ ქვეყნებს, ვინც იყვნენ ინიციატორები, ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმა მიეცათ. ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების გამოყენება ძალიან ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. რამდენიმე დღიანი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ შეიქმნა, სხვა რო აღარაფერი აღარ დარჩენიათ, არის ეს, რომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს იმისთვის, რომ რაღაც სასიცოცხლო და სასუნთქი მივცეთ ოპოზიციას საქართველოში. მაშინ, როდესაც დასკვნა არის სრულიად ტენდენციური, არაფერი საერთო არ აქვს, საერთოდ იმ პრინციპებთან, რა პრინციპებზეც დგას EUTO და საერთოდ ეს მექანიზმი და თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება ვინმე შეხედოს? კითხეთ EUTO-ს სხვა წევრ სახელმწიფოებს 23 წევრის მიღმა, კიდევ ბევრი სხვა სახელმწიფოა, რას ფიქრობენ ასეთ მიდგომას? ჩვენმა გავიხსენოთ კონტექსტი, რა ხდებოდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს აქცია იყო მშვიდობიანი აქცია, თავად მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლები, რომელიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ წარუდგინეთ ჩვენ იმ აქციის მიმდინარეობის ვიდეო მასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის და ეს ჩანაწერი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, როცა არის აქცია ძალადობრივი, ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას და თქვენ კარგად ნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად გადამწვარი იყო აქციის მოზავადე მონაწილეების მხრიდან. პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, არამედ სრული ვალდებულება ჰქონდა მას. ვინაიდან აღნიშნულ საკითხს იძიებს საქართველოს გენერალური პროკურატურა,
ჩემგან არასწორიც იქნება ამაზე საუბარი, ვინაიდან ჩვენ არ ვიძიებთ და არც გვაქვს უფლება, რომ ჩვენი თანამშრომელზე, როცა არსებობს ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული, ეს საქმე გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.